Martial arts. Please welcome your first fighter out of the blue corner. Yodkor Turoyev. ჩვენ გადავდივართ შემდეგ წვილზე, ეს არის მამედოვი versus ტუროიევ. შედარებით უკვე უფრო ასაკობრივი წვილი გველოდება, არის 29 წლის მამედოვი და 22 წლის ტუროევი. მამედოვი წარმოადგენს აზერბაიჯანს, ტუროევი წარმოადგენს უზბეკისტანს. პირველი რინგზე გამოდის ტუროევი. და გადავდივართ თავარ ბრძოლებზე. ჩვენ გვაქვს And his opponent out of the red corner. Please welcome Eltun Mamedov. ხუთი პრელიმი და შემდეგ გველოდება 4 დიდი თავარი ბრძოლა. კრივში ვინები ეჩხუბებიან ერთმანეთს. თუნდაც როგორც გუშინელ ბრძოლაზე ვილაპარაკეთ, ხო? All right. This fight is 3 rounds in Imperial Catchweight division. Introducing first, fighting out in the blue corner. A mixed martial artist holding a professional record of 5 wins and 2 losses. He stands 170 centimeters tall and weighs in 60 kilos. Fighting from Uzbekistan, Yodkor Turoyev. Introducing his opponent, fighting out in the red corner. A mixed martial artist holding a professional record of 7 wins and 3 losses. He stands 170 centimeters tall and weighs in 60 kilos. Fighting from Azerbaijan, Eltun Mamedov. And when the action begins, the referee in charge, Mr. Ramin Eltsuyev. რინგზე რეფერი არის ნამიკ საფაროვი და ფორმატი 3 წუთი, 3 რაუნდი 5 წუთიანი კი და MMA-ის წესებით იქნება, რაშიც ძალიან დამჭირდება შენი დახმარება. დიდი სიამოვნებით კრივი კიკბოქსინგი და დავამატოთ ამას კიდე ჭიდაობა და ეს ჭიდაობა დაამატა ტუროევმა პირველივე წუთიდან. ძალიან კარგი გადაყვანა. კი, აი კარდიოს მხრივაც მინდა აღვნიშნო, თუ აი კარგი მომზადებული მოკრივეს ძალიან მარტივად დაღლა შეიძლება ჭიდაობის ხარჯზე. აბსოლუტურად განსხვავდება კარდიო. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ აი საინტერესო არის რამდენად
ორივენი მზად არიან ამ ჭიდაობისთვის. მე რატომ მე კარგი ვიცი. მცდელობა კიმურის კარგი მცდელობა არის მამედოვისგან. ეს არის კინოეული, როდესაც ხარზე აწვება. და ეს ჩემი აღნიშნა არის იმიტომ რომ უკვე საკმაოდ სუდ მდგომარეობაში იყო ხელი. მარჯვენა მხარეს სახსარი იყო საშინელ მდგომარეობაში. რატომღაც ვიფიქრე რომ უკვე ცოტათი მოტყდებოდა ხო? ამოსული იყო თქო, მაგრამ ალბათ ელასტიურობა ხელს უწყობს რომ გააგრძელოს ბრძოლა. მე როგორც ვიცი, ჭიდაობაში ძალიან ეღლებათ, ებერებათ ხოლმე ხელები ხო მებრძოლებს MMA-ში ეს მაქვს. კი, აბსოლუტურად თუ როგორც თუ არ არის სათანადოდ მზად, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია რესლინგი გავყოთ ორ ნაწილად. ეს არის პარტერში მუშაობა, ეს ზემოთ მუშაობა. ეხლა რასაც აჩვენებს ტუროევი, ეს არის ძალიან კარგი დგომში მუშაობა იყო. რადგანაც შეძლო მამედოვის გადაყვანა, მაგრამ უკვე ქვემოთ მამედოვი გზნობს თავს კარგად და რომ პარტერს ფლობს, ეგ აჩვენა უკვე პირველივე კიმურის მცდელობით. თუმცა მარტივი მოწინააღმდეგე არ იქნება. ეხლა მცდელობა იქნება კონტრ-ატაკის და გამოუდის ტუროევს. ძირითადი ამოცანა ეხლა აი ტუროევის, რომელიც ზემოდან არის, ეს არის ფეხების გავლა, იმისთვის რომ ზემოდან აკონტროლოს და უკვე შეძლოს დარტყმების განხორციელება. მამედოვის ამოცანა არის თავისთავად სვიპი გააკეთოს, ანუ გადაატრიალოს და ზემოთ პოზიცია მან დაიჭიროს. ძალიან მარტივი არის, ძალიან ლოგიკური, ვინც არის ზემოდან, იმას აქვს უპირატესობა და ზემოდან ამ უპირატესობას შენ ანვითარებ უკვე დარტყმებით. ხელის დაჭერა შეიძლება, ანახე როგორც. აბსოლუტურად არ შეიძლება მხოლოდ ხელთათმანზე შეხება, მაგრამ აი ეს ვარიანტი, რომელსაც ტუროევი აკეთებს, კი, აბსოლუტურად ლეგალური არის. მაყურებელს ბოდიშ მოუხდი, შეიძლება ხშირად ტერმინები არ ვიცოდე, დაუშვათ როცა უკვე პარტერში ჩადიან მებრძოლები და რაღაც წესები, მაგრამ იდეალურად უწევ აღწერას ამ პროცესს. მე ვიყავი 10 წელიწადზე მეტი გრეპლინგში, ანუ გრეპლინგი ეს არის აი საბმიშენის მცდელობა ჭიდაობაში, ამიტომ ეგ ჩემი ნიშა არის, მოდი ესე ვიტყვით. ეხლა მამედოვი საკმაოდ კარგად გილოტინაზე გადის, ანუ აღრჩობს თავის მოწინააღმდეგეს და ვნახოთ შეძლებს თუ არა ტუროევი გამოსვლას ამ პოზიციიდან. კი და მამედოვი ახორციელებს აღრჩობელას. ბრძოლა სრულდება მამედოვის გუილად არ გამარჯვებით. გადაუყვანია. როგორც აღნიშნე, ძალიან კარგი გრეპლერი არის მამედოვი. ძალიან კარგი გრეპლერი არის და საკმაოდ ტექნიკური ბრძოლა აჩვენებს. აი თუ დაუკვირდებით, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჰაერი არ შედის. ამ შემთხვევაში ორი არტერია, რომელიც ყელში არის, ის სისხლის მოქცევა არტერიებში ჩერდება და ჩერდება სისხლის. მე მეგონა რომ ჩაკეტილი კარგად არ იყო, მაგრამ ნუ აშკარა. აი დაუკვირდი ორი არტერია არის გადაჭიმული და სისხლი twins ვეღარ ადის twinში. თუ არ დაუწყა ხელი შეიძლება დაიძინოს, ხო? ითიშება ადამიანი, კი. ითიშება შენ ასე დავდი, დაიძინებდი თუ დაარტყავდი. მე არ ყოფილიო ესეთ სიტუაციაში. მაგრამ ერთხელ გავიტიშე. საკმაოდ declaring the winner by submission, Eltun Mamedov. მიულოცოთ მამედოვს გამარჯვება საბმიშენით პირველ რაუნდში. მიულოცოთ. კარგი, ხარისხიანი ჭიდაობა შემოგთავაზა. ძალიან საინტერესო ბრძოლა აჩვენეს პარტერში. და სიტყვა ჩვენს გამარჯვებულ Salam aleykum herkese. Salam aleykum Gürcistan dostlar. Teşekkürler bildirəm organizasiya bir championship. Tevfik müəllim, İslam müəllim, Nəriman Bayramov prezident. Allah razı olsun burada gələnlərə. Bu mənim ikinci döyüşümdür. 2 ayın ikinci ayda ikinci döyüşümdür. Çoxlu zədələrim var idi. Yəni çıxdım rahat işimi gördüm də. Şükür Allah'a.